აფეთქების შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან 6 არასრულწლოვანი, ისინი იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკაში მყოფ 2 მამაკაცს, მათაც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. ნათია ქენქაძე გვეტყვის, როგორია ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნათია, გისმენთ. მედიკოსები კოცალს ახად აცხადებენ, რომ 4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, არის დამაიმედებელი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა სტაბილური და ბავშვი მკურნალობას გადის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, დაახლოებით 9 საათში დაიწყება სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების კონსილიუმი, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკვე შემდგომი მკურნალობის შესახებ, თუმცა მისი თქმით, რამოდენიმე დღის განმავლობაში მცირეწლოვან პაციენტს მოუწევს კლინიკაში დარჩენა. მას გუშინ საავადმყოფოში შემოყვანისთანავე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რადგან თავის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, ასევე სჭირდებოდა სისხლის მარაგის შევსება. რა თქმა უნდა, ის გუშინვე გასინჯეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა, ჩაუტარდა სათანადო კვლევები და როგორც უკვე გითხარით, ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. რაც შეეხება დანარჩენ 5 მცირეწლოვან პაციენტს, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში შემოიყვანეს გუშინ ღამით, მათ სათანადო მკურნალობის გავლის შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ექიმების ინფორმაციით იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ გასული ღამის განმავლობაში მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს. 5 ბავშვი, რომელიც გაიწერა დღის დილით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 2 მათგანთან ტრაუმული შოკი იყო და შესაბამისად მხოლოდ ფსიქოლოგისა და ნევროლოგის ჩარევა დაგჭირდა. 2 მათგანთან მცირე დაზიანება მტევნის და ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, მაგრამ რაც მთავარია, არც ერთი მათგანი მდგომარეობა არ იყო შეფასებული როგორც მძიმე და ყველა მათგანი გაიწერა. რაც შეეხება მე-6 პაციენტს, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იყო მოთავსებული, გუშინ ჩატარდა დეტალური გამოკვლევა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დღეს დილით ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მაინც მძიმე და გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. როგორც ცნობილია, დიღამში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ 8 ადამიანი დაშავდა, 2 ზრდასრული პაციენტი, 1 მამაკაცი და 1 ქალი გადაყვანილი იყო ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა, რის შემდეგაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მოხერხდა მათი საავადმყოფოდან გაწერა. ორივე მათგანმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. მადლობა ნათია, პირდაპირ ეთერში ეს იყო ნათია ქენქაძე.